ახლა ისევ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სენაკიფოთის სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აღდგენითი და ნაპირსამაგრის ზოლის გამაგრების სამუშაო სრულდება. პროექტის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი იოსებ ოზაშვილი გაეცნენ. სარფის ნაპირგამაგრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 58 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი 2016 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ზღვის სანაპიროს გამოყვება ქვიშახრეშით, ასევე გარკვეულ ნაწილებზე მიმდინარეობს ბერმის მოწყობა, აშენდება აგრეთვე შტორმისაგან ზღვის შტორმისაგან დამცავი კედელი, რომელიც გზის სავალ ნაწილს დაიცავს ჩამონგრევისაგან. დაწყებულია დამცავი კედლის მოწყობა სანაპიროზე, დამთავრებულია კლდისწველი საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი, დაწყებულია ტეტრაპოდების ჩალაგება, კარიერებზე აქტიურად მიმდინარეობს ფლეთილი ლოდის მოპოვებითი სამუშაოები.